ისრაელის პატარა მოსაბში გაზრდიდან პრეზიდენტ ტრამპის უფოს ცარად გახდომამდე. ჰარვარდის ასტროფიზიკოსი პროფესორი ავი ლოები ეხლა თეთრი სახლის სამეცნიერო ძალისხმევას ხელმძღვანელობს, რათა შეისწავლონ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები, ანუ UAP-ები. და ის ეხლა ჩვენთან ერთადაა. თოთდაში დაუკარით ავი ლოებს, რომლის სიმართლეც დადასტურდა. ჯერ არა. რამდენიმე წლის წინ შეგხვდით ინტერვიუზე იმ ჰავაიურ ობიექტთან დაკავშირებით, რომელიც გინდოდათ სახელი დამოვიცდა. მაშინ ყველა გეწინააღმდეგებოდათ და აი აქ ხართ, პროფესიონალი ფიზიკოსი და მანამდე არავინ გაბედა ასე ღიად საუბარი. მაგრამ თქვენ ზუსტად იცოდით, რაზე საუბრობდით? რა იყო ის გამბედაობა, რომ საერთოდ არ გაღელვებდათ, რას ამბობდნენ ადამიანები იმ წლებში? მადლობა რომ დამპატიჟეთ. ნამდვილად ფერმაში გავიზარდე და ადამიანების ნათქვამზე ნაკლებად ზრუნა ვიდრე ბუნებაზე. იცით, როგორც მეცნიერს მაქვს ის პრივილეგია, რომ ბავშვობის ცნობის მოყვარეობა შევინარჩუნო. და მეცნიერებაში ყველაზე ფუნდამენტური კითხვა არის, მარტო ვართ თუ არა. რადგან თუ ჩვენს კოსმოსურ გარემოში მეზობლები გვყავს, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ საკვების ჯაჭვის სათავეში, კოსმოსური თვალსაზრისით, ასევე ხომ იცით, მათგან შეგვიძლია ახალი სამეცნიერო ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები ვისწავლოთ. ეს ნიშნავს, რომ თუ ღმერთის გწამთ, ღმერთი მხოლოდ ერთი შვილის მშობელი არ არის. და იცით, ეს შთაგვაგონება, რომ ყურადღება არ გაგვემახვილებინა კონფლიქტებზე ამ ზედაპირზე, ამ ორგანზომილებიან ზედაპირზე. ქვაზე, რომელზეც დავიბადეთ. ჩვენ შთაგონებულები ვიქნებოდით, რომ განვიხილოთ სამგანზომილებიანი ვარსკვლავთშორისი სივრცე, რომლის შესწავლაც შეგვიძლია. ამიტომ მთლიანობაში ვფიქრობ, ეს ძალიან ამაღლებული გზავნილი იქნება კაცობრიობისთვის. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვზივართ და თუ მეზობელი გვყავს, რომელიც კარზე აკაკუნებს, მაინც გვინდა მათგან სწავლა. კარზე კაკუნი ძალიან ხშირად არწმუნებს ოჯახის წევრებს, რომ შეწყვიტონ ხმაურიანი კამათი და ყურადღება მიაქციონ სტუმარს. ასე რომ ეს არის ჩემი იმედი მომავლისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს გადამწყვეტი მტკიცებულება. მაგრამ მართლაც 2017 წელს ჩვენ გვქონდა ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ის ბრტყელი იყო ფორმით, მზისგან კი რაღაც იდუმალი ძალით. გრავიტაციის გარდა იწეოდა მოშორებით. და არაჩვენებდა აორთქლებას ისე როგორც კომეტები. ამიტომ ვთავაზობდი იქნებ ტექნოლოგიური წარმოშობისა. ეხლა კი აშშ-ის მთავრობა ავრცელებს დოკუმენტებს, რომლებიც უცნობ ობიექტებს ეხება. ესენი ისეთი ობიექტებია, რომლებსაც პენტაგონი და სადაზვერვო სააგენტოები ვერ ხსნიან. და იფიქრებდით, რომ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ ამ ფაქტის გამჟღავნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებენ. მთელი დღე დახურული. ამ წლების განმავლობაში. ეს ისაა, რაზეც ყველამ საუბრობდით. რატო იყო ასე მკაცრად გასაიდუმლოებული? ან ჩვენ საუბრობდით. იცი, ის ვარსკვლავი, ის 8 ქიმიანი ვარსკვლავი, ამაზე ყველა თვეებია ლაპარაკობს. რატო უნდა ყოფილიყო ეს ასეთი დიდი საიდუმლო? პირველი მიზეზი ისაა, რომ ამ მონაცემების დიდი ნაწილი საიდუმლო სენსორებით იქნა მოპოვებული. ეს სენსორებია, რომელთა არსებობის შესახებაც აშშ-ის მთავრობა არ უნდა აცნობს მტრულად განწყობილ ქვეყნებს. მაგრამ შემდეგ მეორე მიზეზი კი რა თქმა უნდა ისაა, რომ როდესაც ბიუროკრატებს რაღაცის გარკვევა არ შეუძლიათ, ისინი არ სურთ აღიარონ, რომ საკუთარ საქმეს ვერ ასრულებენ, უბრალოდ საქმეს გვერდზე დებენ. ამიტომ კლასიფიკაცია ძალიან მოსახერხებელ გამოსავალს სთავაზობს ამ პრობლემას. რათა აშშ-ის კონგრესმა არ გადახედოს იმ ხარვეზებს, რაც შეერთებული შტატების თავდაცვაში არსებობს. ამიტომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ გაესაჯაროებინათ ყველა ინფორმაცია, რომელიც არ აზიანებს და არ ახდენს გავლენას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. დიახ. და ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ნახეთ 4 გამოქვეყნებული მასალა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდმა ადამიანმა ნახა. რაც საკმაოდ აღსანიშნავია. მე არ ვიცი სხვა ვებგვერდი, რომელსაც 2 თვეში 2 მილიარდი მაყურებელი ყავდა. ასე რომ ეს თემა საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საგანია. ეს ასევე შთააგონებს ბავშვებს, რომ გარხდნენ მეცნიერები. მე ამას ვხედავ. ესეთი რაღაცები, ამაზე მთელი დღე შემიძლია ვილაპარაკო. მე იმ ბავშვებს შორის ვარ, რომლებიც უბრალოდ ისხდნენ, ფიქრობდნენ და ვარსკვლავებს უყურებდნენ. ესე რომ ამიტომ მესმის, რომ ჟურნალისტი არ გამხდარიყავი, შეიძლება თავადაც ასტროფიზიკოსი ყოფილიყავი. მაგრამ იცით, ამის მიუხედავად თქვენ ვერ შეძლებთ. არის პილოტები, ოფიციალური პირები, რომლებიც ახლა ყველა ინტერვიუზე ამბობენ, რომ ეს ნახეს, ხალხი კი ეშინია, რომ დასცინებენ, მაგრამ ჩვენ ხედავთ ამ ვიდეოებს. ეს რას ნიშნავს? სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია სტივენ სპილბერგის სცენარისგან ბოლო ფილმში გამჟღავნების დღე. ხშირი გამჟღავნების დღე, სადაც მთავარი პერსონაჟების მანქანა მოძრავ მატარებელს ეჯახება. იცით, ჩემი მანქანა უვნებელია და სინამდვილეში აშშ-ის მთავრობა, როგორც მეცნიერს ამ საკითხზე, ჩემს რჩევას ითხოვს. ასე რომ, იცით, მეცნიერების ამბავი ისაა, რომ უმეტესად
ჩვენ გაურკვევლობაში ვართ, რადგან საკმარისი მინიშნებები და მტკიცებულებები არ გვაქვს. ეს კი დეტექტივის სამუშაოს გავს. და ჩვენ შეგვიძლია წინსვლა ახალი მონაცემების შეგროვებით ან წარსული მონაცემების ანალიზით. ამიტომ საჭიროა ახალი სენსორების შექმნა. ან თუ მთავრობას აქვს სასარგებლო მონაცემები, ჩემი საბჭო ცდილობს მათ მოპოვებას, რათა შეუძლოთ მათი ანალიზი. და ჩემი იმედია, რომ ამ საკითხში წინსვლა შევძლებთ. არსებობს ორი შესაძლებლობა. ან გვაქვს საქმე ადამიანის მიერ შექმნილ ტექნოლოგიებთან, ესეთ შემთხვევაში, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მაგრამ როგორ ხედავთ, რომ ის ზევით, ქვევით, გვერდით მოძრაობს, თითქოს საწვავის გარეშე? მე ვიქნები ადამიანი კაცი. შენ კარგად, მე მოგცე მაგალითს. წარმოიდგინე, ლაზერის სხივები ატმოსფეროში ცხელ წერტილს ქმნის. ეს ზუსტად ისეთია, როგორც ლაზერის წერტილი მოძრაობს და კატებს აგიჟებს. იცი, ისინი მისდევენ ამ წერტილს, თითქოს ეს საგანია. შეიძლება, სწორედ ესეთ რამეს უყურებდეთ. ასე რომ, ატმოსფეროსთან ხახუნი არ არსებობს, რადგან ეს ნამდვილი საგანი არ არის. ამიტომ, იცი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს ლაზერის წერტილი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ობიექტებთან, რომლებიც რამდენიმე კილომეტრზე ჩანს. და ასეთი ლაზერისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობა ბევრად აგემატება იმას, რასაც სამხედროები იყენებენ. ვგულისხმობ, ჩვენ ეხლა გავიგეთ ისრაელში რაფაელის მიერ წარმოების შესახებ. ლაზერული იარაღი, რომელიც დრონებისგან დაცვის საშუალებას იძლევა. მაგრამ შენ იცი, სად არის მარშრუტები? თუ რაკეტა ხარ იცი. ეს ლაზერია. არავინ იფიქრებს, არავინ იტყვის, რომ ეს UAP-ია. სწორია. ასე რომ ფაქტი, რომ პენტაგონი და სადაზვერვო სააგენტოები ჩემთან, როგორც მეცნიერთან მოდიან, ნიშნავს, რომ ისინი დარწმუნებულები არ არიან ადამიანური წარმოშობისა თუ არა. თუ ისინი დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანური წარმოშობის ან სხვა ქვეყნების ტექნოლოგიურად დამზადებული, ისინი საიდუმლო მემორანდუმს მისწერდნენ ომის მდივანს პიტ ჰექსეტს. ამის ნაცვლად ისინი ჩემთან მოდიან და ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ არსებობს შანსი ვიპოვოთ რაღაც მართლაც უჩვეულო. მოდით შევისწავლოთ ეს. მე ტკბილეულის მაღაზიაში მოხვედრილი ბავშვით ვიყავი, როცა ისინი მგონი უკვე მისალმებისას დამითანხმეს, როცა მთხოვეს ეს გამეკეთებინა. ასე რომ იცით, კიდევ ერთი რამ, თუ ცოტა უკან დავიხევთ, გულისხმობ, როცა ვუყურებთ ძველ წყაროებს, ბიბლიურ პერიოდს. ბიბლიასა და თორაში უამრავი ალეგორია. იცით, და ზოარი საუბრობს ამ საკითხებზე, ისმენთ სამარიის ისტორიებს და იცით, ყველა ამ თეორიას, რომელსაც ბევრი ადამიანი, იცით, განიხილავს. მაგრამ, იცით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რაღაცები უბრალოდ ჰაერიდან არ ჩნდება. ანუ, ფოლკლორი აუცილებელი არ არის, ასე შორს იყოს სიმართლისგან. რატომ არის მეცნიერება? მაშინ ყველა ამას ეთანხმებოდა. რატომ უნდა გაართულოს მეცნიერებამ ეს და დაამტკიცოს? კარგი, მე ვცდილობ თქვა, რომ მეცნიერებას არ სჭირდება ყველაფერი გაართულოს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება მტკიცებულებებს, რადგან ისტორიები ყოველთვის სიმართლე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებას უყვებიან ისტორიებს, რომლებიც საბოლოოდ სიმართლე არ აღმოჩნდება. რელიგიებიც იგივეს აკეთებენ. ამიტომ ჩვენი წინსვლის გზა არის მტკიცებულებების შეგროვება, მინიშნებების, რომლებიც გვიჩვენებენ სიმართლისკენ. ეს არის განსხვავება. და რა თქმა უნდა, მეტი დრო სჭირდება რთული საქმის გაკეთებას, ვიდრე ამბების მოყოლას. ამიტომაც ვამბობ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ბურთისებრ ობიექტებზე, რომლებზეც იუწყებიან. არა, სოციალურ მედიაში. კალათბურთის მსურთნელები ამბობენ, თვალები ბურთზე გქონდეს. არა აუდიტორიაზე. და ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ. ეხლა შესაძლებელია, რომ წარსულში ჩვენთან სტუმრები იყვნენ. სინამდვილეში ადამიანებმა ბევრი ჩვენი ამჟამინდელი უნარი მივიღეთ რჩევების შედეგად, რომლებიც სტუმრებისგან, ვარსკვლავთ შორისი სტუმრებისგან მივიღეთ. ეს შესაძლებელია, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს დამაჯერებელი. მტკიცებულება იმედია ამას ვიპოვით. თუ ვინმეს უნდა იპოვოს ეს შენ ხარ. უნდა დაასრულო ის, რაც დაიწყე. განა აქ არ ჩამოვლენ და მოგცემენ საშუალებას. ავიღოთ ნიმუშები. მაგრამ გმადლობთ, ყველაფერს გავაკეთებ. და რა თქმა უნდა, თავარი ის არის. რომ შევამოწმოთ. თუ ღმერთის გწამს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთი შვილის მშობელი არ არის. ლოგიკურია. დიდი მადლობა, ავი, უსასრულოდ შემიძლია საუბარი, მოგვიანებით უნდა გავაგრძელოთ ეს საუბარი, ძალიან მიყვარს ეს თემები. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.